გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურეთ BBR-ს. დღეს ჩემთან ერთად არიან ქიმერა და ლუკა. გამარჯობა მოგესალმებით. ოღონდ როგორც ქიმერა სარხი, ეგრე არ წარსდგება დღეს ჩვენს წინაშე. სხვა სახელით არიან. ძმაკაცები, უკვე ძმაკაცები. იმიტომ რომ ახალი არხი შეგვიძლია. ახალი არხი აქვთ მოკლედ. ვისაც დაგაინტერესებთ, ბადრი იმედი მაქვს ჩაგუშავს. აგერ მიეწერება კიდეც და ლინკიც იქნება. დღეს ამოვედით მიწისქვეშა თავშესაფარში, სადაც ადრე მე და ქიმერა დავრჩით. გაჩვენებთ სიტუაციას. ეს ხო გახსოვთ ადრე გაფუჭებული რო იყო რა, ჩასასვლელი კარები. ზემოდან მე კი შევაკეთეთ მე და ქიმერამ რა, ესეთ კიდები ამოვავსეთ. ეთყობა რა ისევ გაფუჭდა. აი თოვლით არის სავსე სულ ჩაგახედებთ. აი შეხედეთ. მეგობრებო, ყველაფერი გვაქვს წამოღებული დასარჩენა. საძილე ტომრები, ისა პარალონები რამე რომე და აქ დარჩენა ფიზიკურად შეუძლებელია რა. სანამ ჩვენ ამას ამოვასუფთავებთ, აი მძირს ამოიღებთ ცველი რაც არის, მე ჭერს შევავსებთ რამე რომე თავზე დაგვაღამდება. ხო და იდეა მაქვს. ადრე მაქვს ნაპოვნი უფრო ზედა მხარეს კიდევ ერთი მიწისქვეშა თავშესაფარი. მე ქიმერა და ლუკა მაგას შევამოწმებთ. თუ ეგ არ მდგომარეობაშია, მაშინ ჩვენი ბარგით იქ გადავალთ და იქით დავრჩებით. გაყინულია სუთოვლი, და როდინდელი დადებულია ეს. აქ რაღაცის ნავალია. მგონი ეს უარეს დღეშია. ბიჭებო, მგონი ეს უარეს დღეშია. კი. ასეც ველოდი. აქ მართლა უარესი მდგომარეობა. შანსი არა. თან გადაფარებულიც არა აქ ზემოდან ნახე ვაფშე ის არის. გადატრელია. რა შვიდოთ მეგობრებო? აქ უარესია. სამწუხაროდ ვერ დავჩები. ვიდეოს იდეა ის იყო აქ დავჩენილი ყავთ. ხო, სამივე ერთად რა. მაგრამ არ გამოდის. მაგრამ 500 ლაიქზე თუ ავალთ აუცილებლად კიდევ წამოვალთ რა. ცოტა რომ გამოიდარებს და თოვლი დადნება, მე მოვალთ უეჭველი. მეგობრებო, როგორც ის თქვენ თვითონაც ნახეთ, სავსეა თოვლით რა. მოკლედ დარჩენა ვერ მოგვიწევს ფიზიკურად. ღამე წავალთ რა აქედან, სანამ ძალიან დაგვიანდება რა. ღამე წავალთ, მანამდე რაც გვაქვს წამოღებული საჭმელი, გავასაღებთ. ხო, ცუდი ის არის რომ კარავიც არ წამოგვიგია, იმიტომ რომ გათვლილი მქონდა რომ აქ დავრჩებოდით. რამე რომ წამოგვეღო, გარეთ მაინც დავრჩებოდით. და ამასაც შეეხება მეგობრებო, ჩვენ ასე ვიფიქრეთ და ესე გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ამინდი რომ შეიცვლება, ისიც დადნება რამე რომე და აქ ამოვავთ, კარებსაც გავაკეთებთ და ეს ჩაჭრილები რაც არის, ყველაფერს ამოვავსებთ, ისე პარკს გადავაკრავთ ხელახლა და მიწასაც ხელახლა მივაყრით. აი ეს ადგილიც აღარ იქნება, იმასაც ამოვავსებთ. და კარებს გავაკეთებთ კარგს, რომ აი რო დახურავ, აღარაფერი ჩავარდეს. ყვარი რომ მარტივად დავანთოთ. ლუკას ქონდა წამოღებული გამზადებული სამწოდე. დამარინადებულია თან. ხო. კარგი. ლიმონით. რაღაცა. თან ესეთი იმარის ქვაბი მართლა უხდება. ხო. მოდი ჩაახები. და ჩემი ცხელია ეს რა, თორე. ხო იცით, მე ღორს აღარ ვჭამ, მაგრამ ესენი კარგად გამოიყურება, ხო? კი, და შევჭამ. ეს კაი გამოვა. ემუს შამპურები. თან ლუკამ თქვა, რომ ნათესავის ხორციაო თუ რაღაცა თქვი, ხო თუ ნაცნობი. ხო. ხო და
რატომაც არ ვჭამ ხორცს ის არის რომ ხორცს კი არა ღორს ის არის რომ რავი კარგ ღორს ვეღარსად იყიდი რა რაღაც პრიმექსზე და რაღაცებზე აქვს გაზდილი საზიზღრობა გამოდის გემო მაგას არ აქვს სასიამოვნო არაფერი და ძალიან ცუდი გამოდის რა ვის უნდა ენდო მე ვიღაცა გეტყვის არაო და შეჭამ და მაინც ცუდი გემო ექნება აბა შახედი აბა მაგრამ ესეც აქონე და ქათა მიჩვენია უკვე ღორს რა ვიცი წელს ხორის ხორცი ერთხელ ჭამემარდა ქიმიერას აგერ დაჟე შამპურებიც აქვს წამოღებული მაყალიც გვაქვს ძმაო მაყალიც ხო ზატყოფნაში ვართ რა კინაღამ ხელში გავიეტა გვაქვს ბევრი შამპური ხელები გვაქვს ბევრი ასე გამოიყურება მწვადი ნახოთ აბა გემო როგორი იქნება ნაკვერჩხალით თითქმის მზად არის ახლა ვინმე მარდა წეროს კიდე ისაო ნაძვზე და ფიჭვზე მწვადი არ იწვებაო საერთოდ ხორციო ეგეთ კომენტარები არის ხოლმე ეგეთ ვიდეოებზე სადაც ნაძვნარში ვარ და წვავ ხორცს და ურად მაგ კომენტარის ავტორები როგორ ვერ ფიქრობენ ვერ ხვდები რომ ნაძვნარში რო ხარ ადამიანი წასული და ხორცი რო გაქვს წაღებული რომ შეჭამო რაზე უნდა შეწვავ შეშის ტარებას ხო არ დაიწყებ კილომეტრებს რო გადიხარ ფეხით დაბარგული ხარ შეშას ხო არ წაიღებ იმის გამო რომ ხორცი შეწვა რა სადაც ხარ ის შეშა უნდა გამოიყენა ხორცზე და სხვათა შორის რავი რა თქმა უნდა ის სხვა შეშაზე შემწვარი ჯობია მწვადი ან წალამზე ან რამეზე კიდე ნებისმიერი ხორცი ავიღოთ სტეიკი ქათამი სულ ერთია მაგრამ ესე ჩვენიერი გამოდის რავი აი წლები ამაზე ვწვავ ხორცს და ჯერ გემოზე პრობლემა არ მქონია ჩამოვედი მეგობრებო შეხედეთ ქვემოთ რა ხდება სულ ჩამონგრეულია რა ფაქტობრივად ესეც ნახეთ ამოვსებული არის და აქ მაინც ეს არის კარების მხრიდან ჩამოსული სულ რა ჩათვალეთ აქაურობა იყოს სულ სავსე უბრალოდ ამ ხარეს უკვე კარები აღარ არის არც მზე მიუდგებოდა ისე და ეს მაგიტო დარჩენე ჩათვალეთ მაცივარია უკვე ეს რა აქაურობა ამას ვერ მოვასწრებდით ვერანაირად თან ქვემოთ აი სულ ტალახი არის ტალახში ყოფნა საშინელება აი ქვემოთ ყინული იდოს მიჩვენია და ზედ დავწვე დავიძინე ვიდრე ტალახზე გავშალო და ტალახზე დავიძინე რაღაც სუფთად რო ვერწნო თავს არ შემიძლია ჩინურ შამპურზე შემწვარი მწვადი ეს გაგასინჯებ მაშინ დაისო ხარი არ შეიძლება ხო იცი დავიწყებთ ხა მაგარ გაბუღ დავაი დავესიოთ აუ მაგარი სუნიათ ხო სასწაული სუნია აუ რა მაგარია ლუკა მაგარია აბა სადმე რო იყიდი არ აქვს ისეთი გემოდა ხო საღო რა მაგარია ძალიან ესეთ გემოს მართლა არ ველოდებოდი ლუკა რეებში იყო შეზავებული ლიმონი ხახვი ხახვი მაიონეზიც მე მგონი ცოტა მაიონეზს მირავჭამ ანუ კაი გემოთა დროს ალბობს რა ის დარჩენი იყო მე მგონი იდეალურია არც სამშალი არ არის არც ძალიან სული ეს რა შეიძლება ღორის ხორცი რადგან აქ დარჩენას ვაპირებდით ვიფიქრეთ რომ მე ღამეთ რაღაც მისტიურ ამბებს მოყვებოდით რა ჩვენ რაც გაგვიგია და არემ დავიწყებთ დარჩენი არ გამოგვდის დღეს აა ბადრი ჰა ყვავის დაიძაბა დიდი ყოვნებია ნუ ვინ დაიწყებს დავიწყებ მე შენ არ ვიცი თუ არა მე დავუყავით მიტოვებულ სავოდმყოფოში რა კი როგორ არ ვიცი ხო
შეიძლება მე დაგიწერე კომენტარი გადაობის და მართლა რო იყო. ხო, გამახსენე. ხო, ერთ-ერთ ვიდეოში მე და ლუკამ გადავიღეთ მიტოვებულ საავტობუსში ვიყავით და იმ მომენტში რა იყო კარანტინის პერიოდი რა. აი ცხრის მერე ვერ გადიოდი და კაკრაც ეგ დრო უწევდა და თან მერდებოდა და ვიდეოში ვერაფერი ვერ შევამჩნიეთ რა. ჩაოლებრივად დავდეთ ეგ ვიდეო დავამონტაჟეთ და უცებ გვიწერენ რომ ამ დროსო რაღაცა ხელი გამოყო და მე შეყო რა. ბადრი მართლა გადაობით და ეხა გადაობით და უწერე რაღაც დრო მოუნიშნე უბრალოდ და ამ დროს რაღაც არის მეთქი. რაღაცა გამოჩნდა მეთქი და მე ხალხმა მართლა დაწერა. ხო და რამოდენიმეს რო ჩაუყევი ერთგან მართლა დავაფიქსირეთ რომ ვიღაცამ ხელი გამოყო მომენტს ჩავსვალ რა ამ ვიდეოში შენც ჩასვი ბადრი რა მე ხო და უკან შეყო და თან რაღაცა ხმაც იყო მაგ მომენტში და იმ მომენტში ვაფშე შენ რამე გაიგე ბიჭო რაღაც ხმა იყო თითქოს აი ვიღაც სუნთქავდა რაღაც ხმა იყო რა ხო და ეგეთი ის გავიგე მაგრამ არ გვეჯერა ეხა ნუ გვეგონა სამნი ვიყავით და მაგის გამო გვეგონა რომელიმე ხმა გამოსცა რა ხო და ისეთი უცნაური სანახავი იყო ხვისი სულ თუ გესმოდათ მაგრამ აი მე მგონი აი ესეთი ხმა იყო აი ესეთი ხმა იყო მე მგონი ხო აი რაღაც ეგეთი მახსოვს ხო ხო იმიტომ რომ შენ გააჯავრე და ეგ მახსოვს ხო ხუთი ქალის დამჭკნარი ხელი იყო თან რაღაცა აი ჯადოქრებს რო აცვიათ ხოლმე ეგეთი რაღაცა იცო რა და რა ვიცი აი მე რომ ნახე მე გამისწორდა მაგრამ იქ რომ ენახა მაგარი შემეშინდებოდა რა ხო ბნელდება რაღაცა გონია რომ აი ეხა მოვა დაცვა ანუ ვიღაცა ისეთია კაროში რა თან აი ხო შეიძლება მოსულიყო მოგსავდებოდა ელემენტარულად მაგრამ არ ეგეც არ გააკეთა და ცოტა უცნაურია რა ეხა მე რო ეგეთა დაცვის თემა და რაღაც არ იქნებოდა შანსი არა მაგალგის არავინ ეყოლებოდა თან ძალიან მიგდებული იყო და სხვათა შორის ერთ მომენტში კიდევ კამერა რო გავაქნიე ანარეკლი ნაღდათ არისო იმიტომ რომ უცებ თვალებისავით რაღაცა გამოჩნდა შეიქნია რა მაგ მომენტსაც ჩავსვავ ეგ არ მეხსენებია იმ ვიდეოში ერე ვიდეო ვინმე ისე საჩვენე და ხო და არ ვიცი შეიძლება თან საავადმყოფოც რო იყო ნუ ბევრი ხალხი გარდაცვლილა მანდ რა ეხა საავადმყოფო არის არა გასაგები აი ვინმე ისეთი თუ უყურებთ კიმერას მისწერეთ და ნახეთ მე ეგ ვიდეო კი ბატონო აი ერთ-ერთი უცნაური იყო რაც დავაფიქსირე რა ახლა უკვე მე მოყვები ერთ ამბავს რა ეს ამბავი და მომეყოლა BBS Range რომ მქონდა მან და ეგ არხი ვინაიდან აღარ მაქვს მოსაყოლი დამჩა რა ეგ ამბავი და ბარემ აქ მოგიყვებით ან მე არ გადამხდენი ერთ რუს ტიპს გადახდა სერგეის იუთუბერი და რამე არ არის ანუ ვიდეოს გამო არ აქვს ეგეთი რაღაც გადაღებული უბრალოდ იღებდა ვიდეოს ციმბირის ტყეში იყო წასული და მან ხო იცი ძალიან დიდი ტყეებია რა აი კაცს ვერ ნახავ და დასახლებულ პუნქტს ვერ ნახავ ძალიან დიდი ტყეებია და მან იყო წასული რაღაცა იმაზე სანადიროდ ან ლოსი ან დიდი რემზე არ მახსოვს რა მაგაზე სანადიროდ იყო წასული და მოკლედ რამდენიმე დღით იყო ან კვირაზე მეტი არ მახსოვს თარიღი ისა დღეები არ მახსოვს რამდენიმე დღე უეჭველი მოკლედ ერთ-ერთი ღამეა რაღაც მე რო ვაშენებ ხოლმე ხის ქოხებს ესე სამკუთხედი ფორმის და წიწვებს რო ვაყრე ეგეთი რაღაცა ქაშენებული წინ ცეცხლი უნთია რა და თან თავის კამერით რაღაც მომენტებს იღებს ხო და ერთ-ერთი მომენტი არის რომ ღამე ესმის ესეთი ხმაი რკინა რო რკინას ურტყა ჯამს რო რაღაც ყოზი ურტყა რა ესეთი ხმები ესმის და რაღაცნაირი აი კაცი რო აწამო და რაღაც ხმები რო გამოსცეს განწირული ეგეთი ხმები ესმის და ეს ტიპი დაიძაბება იარაღიც აქვს და ამ ხმისკენ წავა თან იღებს ფანარი ცანთებული აქვს რა დაბარზე და ახლო-მახლო იღებს და ამ ხმისკენ რო წავა და ეს კაცის რაღაცა ღრიალივით იმატებს მაგრამ წინ ვერავის ხედავს არც სინათლე არაფერი არა მაგრამ ხმა აშკარად ახლოდან ისმის მერე უკან წამოვა ისე თავის კოცონს ჩააქრობს მათ არით სხვათა შორის ეს ვიდეო შეგიძლიათ YouTube-ზე ნახოთ სადღაც 1 საათიანი ვიდეო არის რა რუსულად არის და ვისაც გესმით უყურეთ მოკლედ ცეცხლს ჩააქრობს იმიტომ რომ ის ხმა ამისკენ მოდის ახლა ან უახლოვდება უფრო და უფრო DJ ისმის ეს კაცის ღრიალი და კაკუნი ცეცხლს ჩააქრობს მოკლედ და მოშორებით წამოვა მოშორებით რო წამოვა ეს ხმაც ისევ ახლოვდება მაგრამ ჩერდება რა ბოლოს ხო და რო გაჩერდება მივა ისე თავის იმასთან არაფერი არ არის იქ ახლო-მახლო ტერიტორიასაც შეამოწევს იქაც არაფერი არა ვერაფერს იპოვის იფიქრებს ჩაიარაო მაგრამ მაინც არ ინტერესებდა რა ხმა იყო მოკლედ კაკუნი და ეს კაცის რაღაცა შეწყდება მაგრამ დაიწყება ქალის ხმა რა
ქალის ხმა არის ამჯერად და ხეზეავა თავისი იარაღით. იმიტომ რომ ძალიან შეეშინდება რა. იძახის რომ ძალიან შეეშინა ვიდეოშიც და დიდ ხეზი აწურება ეს ტოტებზე და ზემოთ არის გაჩერებული. ხო და ზემოთ რო არის გაჩერებული, ეს ქალის ხმა, ანუ არც წივის, არც ტირის ეგეთი არაფერი, ღიღინებს, საშიშმინებში რო ქალები ღიღინებენ ხოლმე. ეს ღიღინით მოვიდა, ანუ ქვემოთ რო ანათებს და რაღაცა კამერაში არაფერი არ ჩანს, მაგრამ ეს ღიღინი ისი ახლოს მოვიდა, რომ გეგონება ის შენი ხის ქვეშ არისო რა. ხო და ამას ძალიან შეეშინდება და იარაღიდან გაისვრის, არ მახსოვს ორჯერ გაისროლა თუ სამჯერ. გასროლის მომენტში შენელებული რო ნახო ან რამდენჯერმე რო მოусვინო მაგ მომენტს ისმის რომ რაღა ქალია თუ კაცია თუ რაღაც საერთოდ სხვა არსება არის დაიწივლებს მაგ გასროლის მომენტში. ქვემოთ არის მის ასე უბრალოდ გვერდებზე ისვრის. ეს რაღაც დაიწივლებს. მოკლედ ეს გაჩერდება, იძახის რომ ძალიან ეშინია რაღაცა ხეზია ასული ისევ და ხმა ცოტა ხნით თითქოს და შეწყდა და მე ისე ვიწყება. ოღონდ ამჯერად არც ღიღინი არ არის, არც კაცის ხმა არ არის. ამჯერად არის აი ქალი რო წივის რა რაღაც ტკივა თითქოს ეგეთი ხმა არის რა. მოკლედ მე კიდე გაისვრის და როგორც მახსოვს მთელი ღამე მაგ ხეზე იყო. ხიდან ჩამოვიდა და მოხია მე მაქენა და ეგ ვიდეო თვითონაც არ უდევს თავის მაკაცაკ დადებული იქიდან 1-5 წლის მერე ალბათ. იმიტომ რომ ძველი ამბავია ეგ 2010-მდე რა, ან 10-ის ცოტა 1-2 წლის ზემოთ. მოკლედ აზრზია რა არის. არა გამაჩერებდა იმენ. ჯერ მარტო ეგეთ ადგილას რო ვარ და მსგავს ხმას გავიგებ. ეხლა თქვენთან შეიძლება დიდ გულზე ვიყო და წავიდე შესამოწმებლად, მაგრამ მარტო ვირუსაშიშია. მარტო რო ვიყო და გავიგო ეგ ხმა რაღაც ჩავაბარგებ ყველაფერს. ან მეგობრებო, ხიდან ჩამოხდებოდი თავს მოკლედ ვერ გამუძლოდი. ან მეგობრებო, გეუბნებით რომ ანუ რაღაც TikToker და YouTuber და რაღაცა არ იყო ეგ ტიპი რომ რაღაცისთვის რაღაც გადაიღო რა სიტყვაზე რომ დაედგა. მარსა მარტო იყო ისა წასული სანადირო და აი სამყორლოდანეზე იღებდა რაღაცას რა. ნებისმიერ შეიძლება გადაიღოს ეგეთი რაღაც თავის თავგადასავალი. ხო. და როგორც გითხარი, რამდენიმე წლის მერე ატვირთა თავისმა მეგობარმა ეგ ვიდეო YouTube-ზე. მანამდე YouTube-ზეც არისო ეგ ვიდეო. და ძალიან უცნაური რაღაც არის რა. არა მაგის ბევრი ვარიანტია, იმიტომ რომ ეგეთი ტყეებში ბევრი მისტიური რაღაც არის რა. ბევრი მკვლელობა და 1000 რამეა ეგეთ ტყეებში რა მოხდენილი. სხვერფშეწირვები ხო, შეიძლება რამე ეგეთიც იყო, რიტუალის თემა იყო. ან შეიძლება საერთოდ სხვა რაღაც ისეთი არსება იყო რა. 1000 რაღაც არის. ხო, არა გამორიცხული რომ ვიღაცა მოდესღაც მაგ ტყეში რაღაცა გამოიძახა ბოროტისული. ხო. და დღემდე შემორჩენილი ყოფილა. ზოგი უწერდა ჯადოქრები იყვნენ კომენტარებში რა. ზოგი სკინოლკერს უწერდა, რავი. სკინოლკერზე კი ვისაუბრეთ ჩვენ სამი რო ვიყავით წინა გასვლაზე. ხო. ეგ გასვლაც მაგარი იყო. მაგაზე სხვათა შორის ბევრი გვიწერს ხოლმე კომენტარებში კიდე დაბრუნდითო და რავი მეგობრებო, თქვენ რას ფიქრობთ? აბა კიდე დაწერთ, იმიტომ რომ მანდ მე და ქიმერას გვაქვს 3 ვიდეო გადაღებული, ლუკასთან ერთად იყო მესამე ვიდეო და თუ ფიქრობთ, რომ კიდე უეჭველი უნდა წავიდეთ მაგ ადგილას და რაღაც ჩვენ ფიქრობდით, რომ აღარ წავსულიყავით, რადგან 3 ვიდეო გადავიღეთ ერთსა და იმავე ადგილას. ხო. ვიფიქრეთ, რომ აღარაფერი იყო გადასაღები და თუ ძალიან გინდათ და მართლა ბევრი დაწერს და ბევრს აინტერესებს, შეიძლება კიდე წასვლა და დარჩენა. ხო, ყოველ მისვლაზე სხვადასხვა სიტუაცია გვხდებოდა რა. ხო, პირველზე დახვდა ის რაღაც სამკუთხედები ჩამოკიდებული, მეორეზე დახვდა? მეორეზე დამატებული იყო. იყო, მაგრამ დამატებული იყო და ჩვენ რო ვიყავით, უკვე არც ერთი არ იყო, ერთი იყო მგონი დარჩენილი. მე როცა ვიყავი არც ერთი არ იყო. ხო, რაღაცა ძირს ეგდო მე მგონი რაღაც არ მახსოვს. ხო, გამქრალი იყო ბევრი და ერთი ძირს ვიპოვეთ გონი. თუ ორი ვიპოვეთ ძირს. ხო, მე და ქიმერა მეორედ რო ვიყავით, მაშინ ნაჭერიც ვიპოვეთ. ლუკასთან ერთად პონით არაფერი გვიპოვი, ერთი რაც იყო ქიმერას რო გაიღვიძა ღამე რაღაც ხმა რო გაიგო სიარულის და მე რო გავისროლეთ, მეტი არაფერი. თან თუ გახსოვს, მან რო ვიყავით, მოკლედ ზამთარი იყო, მგონი თუ არ ვცდები. რავი, ქარი, რამდენი რაღაცა იყო იმის მერე და თუ ზაფხულში ვიყავით, აღარ მახსოვს. პირველად არ მახსოვს, შემოდგომას ვიყავით, მე თითქმის 1 წლის მერე? ხო და ყველაფერი იყო შემორჩენილი, შენ წარმოვიდგინე, კიდე დამატებული იყო და მერე უცებ ვიღაც ამატებს რა უეჭვს. ზაფხულში მივედით, თუ არ ვცდები და всё, გამქრალი იყო რა. და კარგ ამინდებში რანაირად გაქრა და ცუდ ამინდები შეიძლება ვიღაცამ ნახა ჩვენი ვიდეო და მე ჩამოხსნა, ეგეთი თემა გვაქვს, ვარაუდო. ძალიან საინტერესოა, მაგრამ მაინც ვიფიქრეთ, რომ მაგ ადგილას აღარ დაბრუნებულიყავით რა და შევეშვით. ზოგადად თან დაწყებული ადგილები როცა არის, ჯობია რომ უცბად რომ რაღაცა ნიტოდ ქრება, აი უეცრად რო ქრება, ჯობია რომ მოერიდო რა. თან ეხო ვიღაცამ დადო მან რა. შეიძლება ანუ მოვიდეს და კიდე რაღაც დადოს და პროსტა რო დაემთხე მაგ მომენტში, რავი. შეიძლება იმ მომენტში საერთოდ მართლა იყო ვიღაც მოსული, არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ჩვენ დაუძახეთ მანამდე სანამ გავისროდით იარაღს.
ხო. ცხოველი არ გგონია, იმიტომ რომ მაგის ნაბიჯების ხმა რაც იყო ვიდეოში, სხვანაირად ჟღერს უფრო, ანუ ცხოველი უბრალოდ მოხევს რა, შენს ხმის გაგონებაზეც გაიქცევა. სხვანაირი სიარულის ხმები აქვს, მძიმე ნაბიჯები აქვს ადამიანს რეალურად რა. ერთი არის ჩემთან, ჩემ კორპუსში, რავი, რამდენად ნუ ქიმერა მიცის, მაგრამ ბადრი შენ არ გეცოდინება რა. მე ვიცი ესე ამბის დონეზე. ხო, ამბის დონეზე იცი რა. ეხა ჩვენ რო პატარები ვიყავით მე და ჩემი დები საერთოდ არ ვიცოდით ეგ ამბავი რა, ანუ მშობლები არ გვეუბნებოდნენ. აი როცა დენი და რაღაცა იყო მაგ პერიოდში ეუბნები რა. ხო და მე-7 და მე-8 სართულს შორის ხო არის ფანჯრებივით რაღაც ამოჭრილი რა. გარეთ რო იყურება სადარბაზოში. ხო. მანდ ახვალ თუ არა და ფეხს დადგავ თუ არა. აი წარმოვიდგინე გაშლილი ხელი რო კედელზე ბეტონზე რო აი ესე მიარტყა რა. ოღონდ ერთხელ, ბევრჯერ არა. ერთხელ მიარტყავს და всё. რო ჩამოდგა და დადგა ფეხი? არა, მასე არა. ერთხელ მიარტყავს. ოღონდ ანუ დღეში ერთხელ ალბათ რა, იმიტომ რომ მე რამდენიმეჯერ მე თქვა თუ მომიწია აულა ჩავლა დენი არ იყო ან რაღაცა, არ არის ეგრე ყოველჯერზე რა. და ლოგიკურადაც რო იმსჯეროთ ეხა ეგ ადგილი მან ადამიანს რა უნდა? ადამიანს არა და კიდე აი ვინმე რო დაწერს კომენტარში, აი შეიძლება კიბეს აქ ხმა ან რაღაცას რა სიტყვაზე. არის ეტო კი მაგიტო კითხე რომ ჩამოხვიდე და ახვიდე კიდე აქ. ეგრე რო იყოს ბუნებრივია კორპუსის ხმა, მაგრამ ჩემი თვალით რო არ მენახა, შეიძლება არც დამეჯერებინა, იმიტომ რომ ცოტა უაზროდ ჟღერს რა. ხო, თან სადარბაზოში. ხო, რანაირად არ არა, მე მჯერა ჩვეულებრივია. შეიძლება ვიღაცა მეზობელი ზისო და ის არ ტყავს ხელს, მაგრამ ფიზიკურად აი მაგის უკან არის კედელი გადასავარდნია რა. ხო. ვერავინ ვერ დადგება რომ არა, გინდა გარიყოს ამდენ ადამიანს რო აქვს ნათქვამი მერე. ხო, დედა ჩემი გინდა, მამა ჩემი გინდა ყველას და მე თვითონაც ეხა ბოლო წლებში რომ მომიწია, ანუ ხო გავიგეთ, ან მით უმეტეს განა მარტო აი კონკრეტულ საათში აქ რა. შეიძლება ღამის 3 საათზე ადიოდე. ხო არ გიყურებს ვიღაცა და გეძებს რომ აი აუ მაგარი ცუდი გაგიტყას ხელი და შეგაშინოს. და ინტენსიურად, ანუ შეიძლება ვაფშე ნელა და არტყას, შეიძლება ძალიან აგრესიულად დაარტყას. ალბათ ისიც არის რომ მე მჯერა იმის რომ რომელიღაცა სული კედელში გაიჭედა. მაგ კედელში გაჭედების არ მჯერა მე სულზე. კედელში თუ არა ალბათ მანდ დაიღუპა სადღაცას რომელიღაც. მე რაღაც ცუდი მგონია უფრო. ანუ ვერ პოვა სიმშვიდე რა და დარჩა სამყაროში. მე რაღაც ცუდი მგონია, თორე არ მგონია სული დარჩი სამყაროში. ან ქვემოთ წავანზემოთ რა. ნიშანსაც გაძლევს იმით რომ არ ტყავს რა, რომ ან შველა სჭირდება რაღაცა მსგავსი და ხო ეგრევე მე უფრო მგონია რამე ცუდი რა, რომელიც აი ბევრს ხო შეეშინდება ეგეთი რაღაცის და მაგით ერთობა, ან იკვებება. ვიღაცა რომ მივიდეს მცოდნე, ვინც ერკვევა ეგეთ თემებში, ჩემი აზრით რაღაცას უეჭველი აღმოაჩენს რა. და ვინმე თუ არის მსურველი. მე ვიცნობ ეგეთებს და თუ დაინტერესდებით, აგე ლუკა გეტყვით მერე. თუ დაინტერესდებიან, მართლა შეიძლება მაგაზე რაღაც გადაღებაც რა. ოღონდ ეხა ბოლო პერიოდში არ მახსენდება, იმიტომ რომ ლიფტით დავდივარ უფრო რა. რავი, სხვა მეზობლებისგან არ გამიგია რა. სხვებისგან არა, აი ჩემ ოჯახში, აი რო უთხარი რომ მეთქი ესეთი ხმა გაგიგიათ მეთქი ჩემ ოჯახის წევრებს, კი ვიცით რამდენი ხანიაო რა, ანუ უკვე შეჩეულები რო არიან რა, ეგეც ვარიანტი. ხო, მაგარი უცნაური. შეიძლება ადამიანებზეცაა რა, ანუ შეიძლება კი. ისედაც უყურეთ რა თემა არის, რაღაც საშიში სახლი რო ავიღოთ რა და რო იძახიან, რო იქ რო აქ ვიყავი და საშინელებები მოხდა. მე ვიღაცა რომ მივა და აი რო იტყვის რომ არაფერი არ მოხდა რა. შეიძლება ხო. ანუ ეგეთი მისტიური ადგილები რაცა და სადაც რაღაც ბოროტი ძალა არის. ეგ ყველაზე კი არ მოქმედებს და ეგ გასართობი ის კი არ არის რაღაც ატრაქციონი რომ შეხვიდე და იმას შეგაშინოს. ანუ შენ იმაზე ჭკუაზე კი არ დადის რა, თვითონ ვინც გაუსწორდება და როცა გაუსწორდება იმას აშინებს. და მაშინ ხდება ეგ აქტივობები, თორე ესე რომ შეხვიდე და რაღაც საშიში მოხდეს. შეიძლება ადამიანისგან იგრძნოს ისეთი აურა რომ მაგას გამოიცხადოს რა. გამოიცხადოს იმ ხრივ რომ ან ნიშანი მისცეს რაღაცა მსგავსი. მეც რეალურად არ მეჯერა ესეთი რაღაცები საერთოდ არც სულები და აი ესეთი არაფერი რა, რომ აი ვიღაცამ დამიძახა შორიდან ან კიდე ისინი რო არის ხოლმე მაცივარი გამომიიღო, ფანჯარა გამოაღო, რა ქვია მაგას? დამავოი. და ხო, ეგა. მაგის სამჯეროდა, მაგრამ ამ სიტუაციის მე რომ ჩემ კორპუსში ხდება ესეთი რაღაცა, ვაფშე აღარ გამიკვირდება რა. მოკლედ, ბიჭები აგერ ფიქრობდით და სავარაუდოდ მოვიფიქრებთ, რომ აი იმ დღეში სადაც მასში რაღაცები ნახეთ, დავბრუნდებით და გადავიღებთ მეოთხე ვიდეოს. ორივეს უნდა რა.
რაც ხალხს უნდა ხო რა ჩვენც გვინდოლებთ. თან დღემდე მეგობრებო მართლა ბევრი მიწერს კომენტარებში რომ აი წადით აი კვირა არ გავა რომ მაგ ვიდეოზე კომენტარი არ დაიწეროს მეგობრებო ჩვენ ავიბარგეთ წავალთ მალე თუ ეს ვიდეო მოგეწონა დაწერეთ კომენტარებში და ძმაკაცების არხზეც გადადით ლინკს მაინც ჩავსვავ აღწერაში დაწერეთ კომენტარებში იმასთან დაკავშირებითაც რაზეც ბოლოს ვისაუბრეთ რა თუ ძალიან მოღამიკავთ და გაინტერესებთ წავალთ ჩვენც გვაინტერესებს თან მაგის მე რამდენი ხანი გავიდა ზაფხულში ვიყავით ზაფხულში ვიყავით ხო რა ჩათვალეთ თითქმის 1 წელი რა 2 სეზონია ხო შეიძლება რამე შეცვლილი იყოს საერთოდ ყველაფერი გამქრალი იყოს საინტერესოა მაინც იმიტომ რომ ვინც მაგას აკეთებს დიდი ალბათობით ვიდეოებიც იცის რატო საინტერესო იქნება მოდი ამ ვიდეოს კომენტარში დაწერე კომენტარი და კომენტარი დაგილაიქო რა ხო მაგ კომენტარს დავწერ მოიწონეთ ეგ კომენტარი და მაგის მიხედვით გადაწყვეტ საერთოდ მე როგორც მაგ ვიდეოშივე გითხარით აქ წამოსვლას აღარ ვაპირებთ ხო აღარ მაინტერესებდა დიდად და აღარ ვფიქრობდი წამოსვლას თან 3 ვიდეო გადავიღეთ მაგრამ იმდენად ბევრი ადამიანი მიწერს მაგაზე კომენტარებს და ქუჩაშიც ვინც ხვდება ბევრს უკითხავს აღარ აპირებ წასვლას და მაგის გამო ხელახლა შევედით მუღამში აბა მაგრად მეგობრებო